გამარჯობა. ჩვენ ესეთი რუბრიკა გვაქვს. კაცია ადამიანი, რომლის ფარგლებშიც გაცნობთ რაღაცით გამორჩეულ და საინტერესო ადამიანებს, რომელთა მოსმენის შემდეგ აუცილებლად უფრო უკეთესები გახდებით. შეიძლება ცოტა დიდ პასუხისმგებლობას ვანიჭებ ხოლმე ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ რუბრიკის ფარგლებში ვიწვევ ან მოვიწვევ, მაგრამ ჯერ იმედი არ გამცრუებია ასეთ ადამიანებში და ერთ-ერთი მათგანი არის ქალბატონი ნინო ბანცაძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში იყო ბიოლოგიის მასწავლებელი, მაგრამ იმდენი სხვა რამე აკეთა ცხოვრებაში, იმდენი რამე ნახა, რომ ის აუცილებლად იმსახურებს გაზიარდეს და თავისი მიხვედრილობები, თავისი ნაფიქრალი სხვა ადამიანებსაც გადასცეს. მე მას ძალიან ცოტა ხნის წინ შევხვდი, რამდენიმე თვის წინ. გქონდა ურთიერთობა, რომლის დროსაც ჩავწერე პატარა ინტერვიუ და სხვათა შორის ქალბატონ ნინო უნდა გითხრათ, რომ არასოდეს ჩემი მუშაობის პრაქტიკაში 100,000 ნახვაზე მეტი ერთ ვიდეოს არ ქონია და თქვენი ვიდეო ეგეთი სახალხო გახდა. ვინ არ ნახა, ვინ არ მოიწონა. 2000 ლაიქზე მეტი ქონდა Facebook-ზე მაგ ვიდეოს და სხვა პლატფორმებზე რო დამედო ხო საერთოდ. ხო და მაგან მიმოხვედრა რომ ერთია მე რასაც მივხვდი როგორიც იყავით, როგორი მასშტაბურიც იყავით, მაგრამ მეორე რომ ეს ადამიანებმაც რაღაცნაირად იგრძნეს და კიდე რაც გამოჩნდა მაგით, აი უამრავმა ლაგოდეხელმა, ლაგოდეხიდან წასულმა, თუ კი ვინმე თქვენ გიცნობთ, ყველამ სიყვარულის კორიანტელი ატეხა. ხო და მე მივხვდი, ბევრი რამ არ ვიცოდი თქვენ შესახებ, მაგრამ მივხვდი რომ მართლაც ისეთი ადამიანი იყავით, რომელიც ამ ხელა სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებს. და აი აქ ვართ პოდკასტში, ჩიხირთმა თუ ბოზბოში, რუბრიკაში კაცია ადამიანი. ვინ არის ნინო ბანცაძე? მისი ნაუბარით უკეთესად გაიგებთ. ხო და ნინო ძალიან მაგრა ღელავს, მაგრამ მე ვუთხარი რომ ეს არის შენი სცენა. სადაც შენ გაქვს შესაძლებლობა გამოხატო საკუთარი თავი. მორცხვი გოგოა, ნინო. მაგრამ ძალიან მშვენიერი და ძალიან ლამაზი. დიდი მადლობა. და მინდა ასე დავიწყოთ, ნირო. ასეთი კითხვაზე მინდა მიპასუხო. ყველაზე მთავარს ცხოვრებაში რას მიხვდი? აგერ უკვე 60 წელზე მეტია. დედამიწაზე დაიარები, რა არ გინახავს, რა არ განგიცდია და რა არის ყველაზე მთავარი მიხვედრილობა? ყველა ასაკში სწავლა. აუ. ყველა ასაკში სწავლა. მუდმივი სწავლა. კიდე ვისწავლიდი. ძალიან მონდომებული ვარ. ეხლაც ვსწავლობ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ალბათ ეს მოსალოდნელი იყო. 25 წელი ვიმუშავე ბიოლოგიის მასწავლებლად ლაგოდეხის ნომერ 2 რუსულ საშუალო სკოლაში. გარკვეული მიზეზების გამო როცა დაეხურა სკოლა, დავრჩი უმუშევარი და იძულებული გავხდი წავედი ემიგრაციაში, ისე როგორც ძალიან ბევრი ქართველი ადამიანი. 16 წელიწადი ვიმუშავე ემიგრაციაში და როცა დავბრუნდი, დავიწყე ძიება იმისა თუ რა გამეკეთებინა. პედაგოგობა უკვე ამოწურული იყო, იმიტომ რომ ამდენი წლის განმავლობაში უკვე დისკვალიფიცირებულიც ვიყავი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ვკერავდი ბავშვობიდან, ძალიან მიყვარდა კერვა, ქარგვა, ქსოვა და გადავწყვიტე, რომ ისევ ამაში მენახა ჩემი თავი, ასე ვთქვათ. გამოცხადდა Facebook-ზე დაიდო, რომ ლელიანის ზრდასრულ და განათლების ცენტრში იყო კურსები და მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე მქონდა გავლილი ჭრაკერვის კურსები, რატომღაც გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ დამემთავრებინა და ჩამოვედი, ვისწავლე, ძალიან კარგ ხალხს შევხვდი, გავიცანი. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამისი, ავიღე სერტიფიკატი. სახელმწიფოსგან აღიარებული სერტიფიკატი? კი, ნამდვილად. პროფესიულ სასწავლებელს გათანაბრებული სერტიფიკატი და გადავწყვიტე, რომ თუ ჩემ რაიონში ვერ ვიშოვე ვერაფერი, ახალი სერტიფიკატის მქონე ადამიანს ყოველ შემთხვევაში თბილისში მაინც წავიდოდი და რაღაცას ვიშოვიდი, მაგრამ ამ დროს გამოცხადდა კონკურსი
არასამთავრობო ორგანიზაცია საგაში, სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, რომელიც ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო მთელი კახეთის რეგიონში თავის დროზე. კი. და გადავწყვიტე, რომ დამეწერა პროექტი. მივმართე ქალბატონ თამუნა მუმლაძეს, რომელმაც ძალიან დამეხმარა, ძალიან, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი პროექტების წერა, როგორ უნდა გამეკეთებინა, რა უნდა გამეკეთებინა, მასწავლა, შემასწავლა ანაბანა და კახეთის რეგიონის განვითარების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი 3 რეგიონში, მათ შორის ერთ-ერთი ლაგოდეხის რეგიონი იყო. წარვადგინე ჩემი პროექტი, ჩემი ხედვა და დამაფინანსეს. რა გააკეთეთ? გავაკეთე ჩემი პატარა სამკერვალო, რომელსაც ქვია გვირისტულა. ამ პროექტის ფარგლებში შევიძინე 2 საყოფაცხოვრებო მანქანა, უთო და მქონდა კიდე თანხა, რომ გამეკეთებინა კარადა, ავეჯი და სკამები. დავიწყე ნელა-ნელა პროექტის ფარგლებში დავიწყე განხორციელება, საწოლის თეთრეულის კერვა. შევიძინე მასალა, ჩამოვიტანე და დავიწყე ჩემი საქმიანობა. აგერ უკვე 3 წელიწადია ამ საქმეს მივყვები. ძალიან ბედნიერი ვარ. ხალხი მიცნობს, ზოგი ჩემი ყოფილი მოსწავლეა, ზოგი ჩემი ყოფილი კოლეგა არის, მოდიან და მე მსახურები ხალხს და ამ ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ 25 წელიწადი კი ვიმუშავე სკოლაში, მაგრამ აი ასეთი თავისუფალი და ბედნიერი არ ყოფილვარ, იმიტომ რომ ეს საქმე მართლა ძალიან მიყვარს და მართლა ჩემია. ხო, აი თან ისეთი საქმე, რომელიც ჰობი იყო და ახლა ისე შემოსავლის წყარო. ნამდვილად. გარდა მაგისა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის ნოემბერში ჩვენმა მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა გერმანიის საელჩოსთან ერთობლივი კონკურსი პროექტებზე. შევიტანე განაცხადი, წარვადგინე ჩემი პროექტი, მაგრამ მინდოდა უკვე პროფესიული მანქანები, იმიტომ რომ ეს საყოფაცხოვრებო მანქანები არ აკმაყოფილებდა იმ დატვირთვას, რომელიც ესე იგი მქონდა სამუშაო ადგილზე. და რო წარვადგინე ჩემი პროექტი, დამაფინანსეს გერმანიის საელჩომ მერიასთან ერთად და აი უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ პროფესიული მანქანებით შევიძინე და ეხლა მაქვს 5 მანქანა. 2 თვლის უთო, რაც აუცილებელი არის ჩემი სამუშაოსთვის და ვმუშაობ. მობძანდით, მესტუმრეთ. სად მოვიდეთ? ლაგოდეხელები ლაგოდეხში ვარ, ჭავჭავაძის ქუჩა ნომერ 4-ში. სამკერვალო გვირისტულა. დიახ. Facebook-ი გააქვთ? მაქვს Facebook-ი, მაგრამ გვერდი არ შემიქმნია. ცოტა არა მაქვს იმდენი დრო, რომ სოციალურ ქსელში ეს ყველაფერი აღბეჭდო და ვისაც უნდა ისედაც მიცნობს. კლიენტების რაოდენობას არ უჩივით? არა, არ უჩივი ნამდვილად. ნამდვილად არ უჩივი და ვცდილობ, რომ ვიმუშაო ძალიან კარგად, ხარისხიანად. მთავარი ეგ არის. გარდა ამ ყველაფრისა მაქვს ტრენერის წოდება. ხო, ეგ ვიცოდი. გარდა მაგისა მაქვს ჩემი საკუთარი ბეჭედი, მაქვს უფლება შევასწავლო ჭრაკერვა და გავცე ჩემი საკუთარი სერტიფიკატი. ევროკავშირის ფარგლებში იყო პროგრამა, რომელიც განახორციელა თელავის ხო, ფონდი იყო, ესე იგი თელავმა განახორციელა, იქაც რაღაც ესეთი ის იყო დასაქმების სააგენტო. ხო, რაღაცა სააგენტო, რომელსაც აფინანსებდა ევროკავშირი. ამ პროგრამის ფარგლებში გამოუშვი 2 კურსი. შევასწავლე ჭრაკერვა, ოღონდ ეს იყო კერძოდ სოციალურად დაუცველი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი დედებისთვის განკუთვნილი კურსები. და დავიწყეთ, ჩავატარე 3 თვიანი კურსი და გავეცი ჩემი საკუთარი სერტიფიკატები. ისე რომ მაქვს უფლება ვასწავლო ჭრაკერვა.
ძალიან კაი, ხარ რამდენი წლის ხარნი? ეხლა ვარ 69 წლის. აუ, 69 წლის. კი. სამგანი. დიდი სიამოვნებით კიდევ ვისწავლიდი აი მოდელირებას მაგალითად, მაგრამ ლაგოდეხში არ არის ამის მოთხოვნა. აი ქალაქში რო ვიყო, კი, ნამდვილად. კი, მაქვს გამოცდილება ახლა საქორწილო კაბები შემიკერია, საბანკეტო კაბები შემიკერია, მაგრამ დღესდღეობით მყოფნის ის რაც მაქვს მე, იმიტომ რომ ძირითადად გადაკეთებაზე ვმუშაობ და აი საწოლის თეთრეული, ჭურჭლის საშრობი ტილოები, ეს ყველაფერი მაქვს სინამდვილეში, მაგრამ თვითონ მოთხოვნა არის, აი მე დიდი სიამოვნებით კიდევ უფრო დავხვეწავდი ჩემს ცოდნას, აი სხვადასხვა მოდელების ხო და მან რა არის კონსტრუირებაში. კაი, შეიძლება ლაგოდეხში ისეთი დიდი მოთხოვნა არ იყოს, მაგრამ მაგალითად ონლაინ გაყიდვებს თუ მიაწვევით პოპულარიზებაში მე დაგეხმარებით. კი ბატონო, შეიძლება მაგ რაღაც კაი იდეები. ხო, არა, ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია. დიდი სიამოვნებით, მთავარი ადამიანს ჰქონდეს მოთხოვნა იმისთვის, რომ ისწავლოს რაღაცა ახალი. ძალიან მიყვარს ქსოვა, მაგრამ დრო აღარ მყოფნის იმისთვის, რომ ქსოვო. აი როცა ემიგრაციაში ვიყავი, მაშინ ძალიან ბევრს ქსოვდი, მქონდა აი საღამოს როცა მორჩებოდი ყველაფერ საქმეს, მქონდა დრო და ძალიან ბევრი ნაქსოვი ნივთები მაქვს ჩამოტანილი და დღესაც ხმარობ იმას. შვილიშვილებს უქსოვდი, იქაც ბავშვებს უქსოვდი, უკერავდი, როცა იყო ამის მოთხოვნა. მაგრამ ეხლა ცოტა შეზღუდული ვარ, იმიტომ რომ დილიდან საღამომდე ვმუშაობ და უკვე სახში როცა მოვდივარ, აღარ მაქვს იმის ენერგია, რომ დავუშვათ, დავჯდე და კიდე რაღაცა მოვქსოვო. მაგრამ ქსოვა მიყვარს ძალიან. აი განტვირთვის მიზნით შემიძლია რაღაცა სწავლო ხელი და ცოტა მოვქსოვო, დავუშვათ. აი თქვენს ყველაზე გაბედულ ოცნებებში რას ჩანს ამ საქმესთან დაკავშირებით, რასაც ჭრაკერვა ჰქვია? აი რა გსურთ? მე მსურს რომ ახალგაზრდებმა შეისწავლონ ჭრაკერვა. ზოგადად. მაგრამ აი თქვენ საქმიანობაში, სადაც რავი, თქვენი სამკერვალო რო გააქვთ, თქვენ რო რაღაცა საკეთებთ, კიდე თქვენ რა გინდათ რომ გააკეთოთ? რა გქონდეთ? რა ვიცი. აბა იცი რომ ხანდახან ადამიანები ამაზე არ ვფიქრობთ? ხო, არა, არ ვფიქრობთ კი, იცით რატომ? იმიტომ რომ რუტინული ყოველდღიური საქმიანობის გამო ბევრჯერ აღარ ყოფნის იმის დრო, რომ იფიქრო რაღაცაზე, დავუშვათ ახალზე, დავუშვათ რაღაცა უფრო კი. ხო და აი თქვენში ხა ეს პატარა ნინო, რომელიც ზის და ხანდახან დარწმუნებული ვარ, არ გასვენებთ. იმისთვის ხო ერთხელ მაინც მოგისმენიათ? შეიძლება სულაც არ იყოს ჭრაკერვასთან დაკავშირებული. რა არის თქვენი ყველაზე გაბედული ოცნება? ეგ გამიმხილი. არ ვიცი, ძალიან მინდა რომ მოთხოვნადი იყოს ის, რასაც მე ვაკეთებ. ძალიან მინდა რომ იყოს უფრო მოთხოვნადი, დახვეწილი. ამისთვის საჭიროა სწავლა, კიდე სწავლა და კიდე სწავლა. და თქვენ რო ასწავლოთ ეგეც ხო არ გინდათ? მეც რო ვასწავლო, კი ბატონო, თუ კი იქნებიან მოწადინებული და ხალხი, რომელსაც უნდა რომ შეისწავლოს ჭრაკერვა, კი ბატონო, იქავარ და ნებისმიერ დროს შემიძლია დავჯდე, ავუხსნა, ვაჩვენო, ვასწავლო, მანქანასთან მუშაობა, ისევ ნაჭერთან მუშაობა, გამოჭრა, ზომების აღება, ყველაფერი. მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. კი. და იმის პარალელურად რომ თქვენ ხართ მხოლოდ ვინც სამკერვალოში კერავს და ჭრის. არა, მარტო მე არა ვარ, ლაგოდეხში არის კიდე სხვადასხვა. არა, თქვენსავე სამკერვალოში. ჩემთან კი. ერთდროულად ალბათ რთული იქნება. თუ კი საერთოდ მაქვს გუნებაში რომ დავუშვათ დავასაქმო ვინმე. აი ეგ მაინტერესებდა გუნებაში. ძალიან მინდა რომ დავასაქმო ვინმე. საქმე იმაში არის რომ ბევრი ისეთი რამე შემოდის, რასაც ჯერ დარღვევა სჭირდება. აი ამ დარღვევას დრო მიაქვს ბევრი. რამოდენიმეჯერ მოვიწვიე პიროვნება, რომელსაც ვთხოვე, რომ მინდოდა მესენჯა როგორ იცის დარღვევა, რა იცის, როგორ იცის და
ფიქრობ მაგაზე, მაგრამ დარღვევაც საკმაოდ რთული პროცესია, უნდა იცოდე ადამიანმა, როგორ დაარღვიო. დარღვიოს ტანსაცმელი რაღაცა. კი, აი დაუშვათ განიერია რაღაცა და უნდა დაპატარავდეს, დავიწროვდეს. ამიტომ ის უნდა დაირღვას ჯერ ნაკერებში და მე ხელახლა უნდა გამოიჭრას და მოერგოს ადამიანს სხეულზე. ხო და ამიტომ ვინაიდან დღისით დრო არ მყოფნის ხანგრძლივი პროცესია ეს საღამოზე სახში მიმაქვს და იქ ვარღვევ ხოლმე უკვე დარღვეულს მიმაქვს წავიღებ სამკერვალოში და იქ მე ვასრულებ პროცესს მთლიანად რაც მოეთხოვება რაც საჭიროა ადამიანს ხო კაი იქნება ვინმე გამოჩნდეს ხო თუ იქნება ვინმე ვისაც მე ვენდობი ჯერ უნდა შევამოწმო ნახო რა იცის როგორ იცის და ვანდობ თუ არა იმას ისეთ ნივთს და დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ის მას არ გამიფუჭებს. ამიტომ პასუხისგებლობა ძალიან მაღალია. ამასთან დაკავშირებით. ხო. როცა თვითონ ხარისხიანად აკეთებ რაღაცას. კი, ყველაზე მთავარი არის ხარისხი. ეს ძალიან აუცილებელი პირობა არის. თუ მუშაობ, უნდა გააკეთო ხარისხიანად. თუ ვერ აკეთებ ხარისხიანად, ესე იგი ის არ არის შენი საქმე. მაშინ ან უნდა დახვეწო შენი ცოდნა, ისწავლო კარგად და მერე წავლო საქმეს ხელი და გააკეთო. თუ არ არის შენი, იმას ვერ გააკეთებ. ეს უნდა მოდიოდეს შიგნიდან, შინაგანად. კი, ეგრეა და ვისაც შენ საქმეში რაღაცნაირად შემოიყვან ისიც გინდა რომ ასეთივე სულისკვეთებით უდგებოდეს. აუცილებლად მყავდა რამოდენიმე მოსწავლე, მშობლები იყვნენ და ძალიან უნდოდათ რომ შვილებს შეესწავლათ, მაგრამ ვერა. არა. არ გამოდის და როცა არ გამოდის ძალიან რთულია. ეს უნდა გეხერხებოდეს. ეს უნდა ქვეცნობიერად ალღო უნდა აუღო რომ რაღაცა გააკეთო. ნაკერი თუნდაც ნაკერის გაკეთება, თუნდაც შემოკეცვა, რა ვიცი, 1000 პროცესი არის კერვაში. აი, როცა ეგ საქმიანობა თქვენი ჰობი იყო, ამას ხო რაღაცის გამოაკეთებდით? აი, რას გაცლებდათ? ჰობი იყო ბავშვობიდან. მახსოვს ვიყავი მე-4 კლასის მოსწავლე, როცა მოვისურვე რომ გამომეჭრა და შემეკერა ჩემთვის კაბა. დედა კერავდა, ქონდა მექანიკური ფეხის მანქანა, ადრინდელი, ძალიან კარგად კერავდა, დედაც კერავდა და დედა იყო პედაგოგი და მითხრა რომ ნინო დღეს რომ მოვალ სკოლიდან, გასწავლი მანქანაზე როგორ უნდა შეკერო. ნუ რა თქმა უნდა მე ვერ მოვითმინე. სკოლიდან ადრე დამემთავრდა გაკვეთილები მოვედი. დავჯექი მანქანასთან და დავიწყე კერვა და ჩაიხვია მანქანა მძაფი და გავაფუჭე მანქანა და ნუ დედა რომ მოვიდა რა თქმა უნდა გამიბრაზდა მაგრამ კერვა მაინც ვისწავლე და სხვათა შორის ალბათ ეს არ ვიცი ჩემი ბუნებრივი და სულიერი მოთხოვნა იყო რომ ძალიან ადვილად უღებდი კერვას ალღოს. აი ადვილად ვითვისებდი იმას, რასაც ჯერ ბავშვობაში სკოლაშიც ხო გვასწავლიდნენ და მე დედაც მასწავლიდა და მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, რომ მეზობლის გოგოს ადრე ფორმები გვეცვა და მეზობლის გოგოს ფორმის კაბები შეუკერე. ვაუ. ხო. და სტუდენტი რო ვიყავი უნივერსიტეტში რო სწავლობდი, სხვათა შორის ვკერავდი ჩვეულებრივ, მეზობელს ვთხოვე ხელის საკერავი მანქანა და ზაფხულის სარაფნები იყო, ბოლოკაბები იყო, რაღაცეები იყო, ვკერავდი. ჩემთვისაც ვკერავდი და ამ ხანაგებსაც ვკერავდი. ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. ძალიან იაფი იყო ჩითის ნაჭრები, კაპიკები ღირდა მაშინ და სულ სამმანეთად შეგეძლო კაბის შეკერვა და ახალ-ახალი მოდელებით მივდიოდი უნივერსიტეტში. აი რო შეხედავ ხოლმე ადამიანს, ხვდებით აი ამას როგორი კაბა მოუხდებოდა მაგალითად თუ გოგოა. ესეთ რაღაცები გაქვთ ხოლმე, დაინახავთ ხოლმე ადამიანს. იცით რა, მაქვს უფრო, იმიტომ რომ მე ხლა მაინც არ ვამახვილებ ყურადღებას, ეგ ცოტა სხვა პროფილი არის, მაგრამ როცა ადამიანი მომიტანს დაუშვათ კაბას და მეუბნება რომ აი ასე გადამიკეთე, აი ასე მინდა, იმას ვურჩევ. შემიძლია ვურჩიო რომ აი
ასე რომ გავაკეთოთ, ეს არ გამოვა ისეთი, როგორიცაც თქვენ ხედავთ წარმოსახვაში და შემიძლია მივცე რჩევა, რომ მოდით, აი ასე ხომ არ გვესინჯა, ან ასე ხომ არ გაგვეკეთებინა და ბევრჯერ ყოფილა, რომ მოტანილი კაბა უკან გამიტანებია. რატომ? იმიტომ, რომ ის კაბა არ საჭიროებს არავითარ გადაკეთებას და დამირწმუნებია ადამიანი, რომ მოდი რა, ნუ შევეხებით. ეს კარგად არის, თქვენ ტანზე კარგად არის მორგებული და მოდით რა, ტყუილად ნუ გავაფუჭებთ. ბევრს დაუჯერებია ჩემთვის, მე მოსულან და მადლობა უთქვიათ, რომ რა კარგია, რომ აი არ გადამაჭრევინეთ და რა კარგია, რომ აი არ ჩავავიწროვეთ და რა თქმა უნდა, ამით მე ძალიან სიამოვნებს ეს ამ პროცესი და ამბავი. ძალიან კაია და მეც მოვალ აუცილებლად მოგძალით. კაბებს უნდა დავაყენო საშუალო. ზოგადად აი კაბებში მინდა რომ მოკლედ ძალიან დიდარი ვიყო. ბევრი კაბა მინდა რომ მქონდეს. კი ბატონო. და რაღაც იდეები მაქვს და გირჩევთ. კი ბატონო. კითხავთ. ერთად შევთანხმდეთ, ბევრჯერ მოსულა კლიენტი და შეგვიჯერებია ჩვენი აზრი. ბევრჯერ აი თვითონ კლიენტის მოწოდებული იდეა მე მომწონებია და ზუსტად ისე გამიკეთებია, როგორც კლიენტს უნდა. იმიტომ რომ ურთიერთობა სწავლა ურთიერთობაში არის. აი იმიტომ ვიძახი, რომ მე სულ სწავლების პროცესში ვარ, სულ ვსწავლობ და კიდევ ვისწავლე ალბათ, რა ვიცი. კი. ეგ ძალიან მაგარი უნარია მთელი ცხოვრება, რომ მზად ხარ იმისთვის, რომ ისწავლო. აუცილებელია, კი, ყველამ უნდა იმუშაოს თავის განვითარებაზე. უფრო დახვეწალზე, უფრო ბევრის ცოდნაზე, შეძენაზე. ცოდნა ყოველთვის არის ძალიან დიდი საგანძური. ნამდვილად და აი ისე გადავიარეთ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდებზე, რომ ღრმად არ ჩავეძიეთ და ახლა მე აუცილებლად მინდა გკითხოთ. თქვენი 25 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება ეგრე უბრალოდ არ არის რა 25 წელი ვასწავლე სკოლაში ამის მიღმა უამრავი რამეა თქვენნაირი ადამიანისთვის განსაკუთრებით. აი ამ 25 წლის განმავლობაში რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ისწავლეთ ბავშვებთან ურთიერთობისას? ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ყველა ბავშვს უნდა ინდივიდუალური მიდგომა. და ყველაზე დიდი რაც მე ვისწავლე ის არის რომ ბავშვები ძალიან ბევრ რამეს გვასწავლიან. დაფიქრებას, მოთმენას, პატივისცემას, გამოცდილების გაზიარებას. ის ბავშვი რო არის ზრდასრული ადამიანისგან განსხვავდება იმით, რომ იმას ცხოვრების გამოცდილება არ აქვს. და მე რომ მაქვს ცხოვრების გამოცდილება, აი ამ თვალსაზრისით უნდა მიუდგე. თუ გინდა რომ დაფასებული პედაგოგი იყო. მე ასე არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ჩემი ღრმად დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ბავშვებისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ბავშვის წინაშე არასოდეს არ შემრცხვენია დაუშვათ რომ ბოდიში მომეხადა მთელი კლასის წინაშე. უშეცდომო არავინ არ არის. შეიძლება, რაღაცა პრობლემა გაქვს, რაღაცა ისა გაქვს და ცოტა შეიძლება უხეშად მიმართო, რაღაცა არასოდეს არ უნდა ატკინო გული. იმიტომ რომ ბავშვობაში ნატკენი გული ძალიან დიდხანს გაყვება. ეს ტკენა ყოველთვის ძალიან დიდხანს გაყვება ხოლმე და ყოფილა მქონია მომენტი რომ ბავშვს კითხვა დაუსვია ისეთი რომ იმ წუთში მე პასუხი არ მცოდნია და მithქვია რომ მოდი მე ამას უფრო კარგად გავეცნობი, დავიხვეწები და რომ მეორე გაკვეთილზე რომ მოვალ, ამას შენ ძალიან კარგად აგიხსნი. ეს არ არის პრობლემა. საგნიდან გამომდინარე ბიოლოგიას რო ვასწავლვიდი, ახალი შემოსული იყო აი ეს რაღაც სქესობრივი განათლება, ეს და ძალიან იმ დროს ძალიან რაღაც უხერხულობა იყო ხოლმე, როცა გოგოები და ბიჭები ერთად ცხედან, უნდა ახსნა ეს ყველაფერი, ეხლა უფრო არ არის ეს შოკის მომგვრელი, პირველად რო შემოვიდა ეს თემები
ანატომიაში, მაშინ უფრო ცოტა რთული იყო. ხო და ვცდილობდი და ყოველთვის ის მithქვია ჩემი მოსწავლეებისთვის, რომ ბავშვებო, თუ თქვენ რაღაცა უხერხულობაში ვარდებით, მოდით გოგოებს ცალკე აუხსნი მაშინ, ბიჭებს ცალკე აუხსნი, მაგრამ ჯობია რომ ორივემ ერთად მომისმინოთ, რატომ მე აგიხსნით, ვიდრე თქვენ ვიღაცა არასწორად რაღაცა გარეთ ქუჩაში გასწავლით. მოდით ჩემთან მე აგიხსნით, ყველაფერს მოგიყვებით, როგორ უნდა ჰიგიენასაც ვწავლობდნენ ბავშვები მაშინ და აი ეს იყო ბავშვებისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და აი ეს აუცილებელია. გეთანხმებით. ნამდვილად ასე არის, თუ ბავშვებთან ურთიერთობის დროს იმისთვის არ ახარ მზად, რომ მათგან რაიმე ისწავლო. დიახ. არაფერი არ გამოვა. ბავშვი არის ინდივიდუალური ყველა და იმ ინდივიდუალურობას პატივისცემა სჭირდება. მე ასე ვთვლი. მეც ასე ვთვლი. ახლა რა შეეხება ემიგრაციას, მასეც მინდა თქვა? ხო. 16 წელი, ხო? კი. 16 წელი. ძალიან შთამბეჭდავი დროა. კი. სამშობლოსგან მოშორებით ყოფნისას. ძალიან უამრავ რამეს რთულია. განიცდიდით. რა თქმა უნდა. ცოტა რამ მითხარით ამის შესახებ. მეორე სკოლა, ლაგოდეხის მეორე სკოლა იყო რუსულენოვანი სკოლა და გარკვეული მიზეზების გამო, დაიშალა საბჭოთა კავშირი, აღარ იყო რუსული სკოლა და ბიოლოგია ისედაც ცოტა იყო საათები და ამიტომ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი ემიგრაციაში. წავედი 2006 წელს და ჩამოვედი აი 4 წლის უკან. კორონა რო დაიწყო ეპიდემია, მაშინ ჩამოვედი. ძალიან გამიჭირდა თავიდან, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ყველა ოჯახში, სადაც ვიმუშავე, თურქეთში ვიყავი მე ემიგრაციაში, ყველა იმ ოჯახში, რომელ ოჯახშიც მოვხვდი, იყვნენ კულტურული, განათლებული, შეგნებული, ძალიან კარგი ხალხი და ამჟამადაც ყველა იმ ოჯახთან მაქვს ურთიერთობა. რა ბაქარია? კი. ყველა იმ ოჯახთან მაქვს ურთიერთობა. ძნელი იყო, დადებითი იყო ის, რომ სამთვიანი ვიზებით მივდიოდით. 3 თვის მერე აუცილებლად უნდა გადმოგვეკვეთა საზღვარი. და აი ეს მასულდგმულებდა, რომ 3 თვის მერე უნდა ჩამოვსულიყავი და მენახა ჩემი ოჯახი. ნელა-ნელა ვისწავლე კულტურა, ვისწავლე ენა, ვისწავლე იმათი წესჩვევები. რა ვიცი. კი, ძალიან რთულია. ოჯახიდან როცა ხარ მოწყვეტილი, მე ასე იყო თუ ისე იყო, მაინც მოსამსახურე ხარ. მე არ მიგრძნია თავი დამცირებულად, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხალხი მყავდა გვერდზე. და რა ვიცი, მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, ვქსოვდი. ეს ქსოვა ნერვებს მიწყნარებდა, მიმშვიდებდა. როცა მჭირდებოდა, ვკერავდი, კიდეც იყო ოჯახებში საკერავი მანქანები და იყო ფორტეპიანო. თუ უკრავთ? კი, დამთავრებული მაქვს მუსიკალური 7 წლები და ერთ-ერთი პირველი ოჯახი, სადაც ვიმუშავე, იყო დაუნის სინდრომიანი ბავშვი და ეშინოდა აი ამ ფორტეპიანოსი. და ბოლოს ისეთნაირად გავაკეთეთ, რომ მე ქართულ სიმღერას და აი ასე დღეს ის ბავშვი უკვე დიდი ბიჭია. მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირია, დაუნის სინდრომით არის დაავადებული და იქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შშმ პირებს. სპეციალურად დაუნის სინდრომიანი ახალგაზრდებისთვის აქვთ გახსნილი კაფე, სადაც ამ ბავშვებს ასაქმებენ. იმის და მიხედვით თუ რისი გაკეთება შეუძლიათ, მიმტანებად მუშაობენ. და დამირეკა ამის წინ და მეუბნება რომ ნინო, იცი მე ხელფასი ავიღე. რა მაგარი. ხო, და ძალიან კარგი ბიჭია, უკვე დიდი ბიჭია. 8 წლის იყო რომ მივედი და ეხლა უკვე 30 წლის არის. კაი დრო გავიდა. ხო და ასე ძალიან კარგ ოჯახში ვიყავი, სადაც
ქალიშვილი ყავდათ, უნივერსიტეტში ასწავლიდა ლექციებს, გოგო იყო ბიოლოგი. უზიარებდით ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას და სხვათა შორის რამოდენიმე მეთოდით გაკვეთილების ჩატარება ვასწავლეთ და ძალიან კარგად მიიღო ეს მეთოდი ჩემი პედაგოგიური გამოცდილებიდან და რა ვიცი, მე თვითონაც დანერგა აი ეს მეთოდები, რამოდენიმე მეთოდი, კი. დიდი ხანი აი მასწავლებელი არის ცნობა. ყოველთვის არის მასწავლებელი. კი, ნამდვილად ასეა და სხვათა შორის აი რო ვთქვა რომ ძალიან ნოსტალგია მაქვს მეთქი, არა. აი დღევანდელი ჩემი საქმიანობა უფრო მაბედნიერებს. ხო, ძალიან კარგი. კარგია რომ ასე არის. რომ ბედნიერად გრძნობთ? კი, ნამდვილად. აი მიმიხარია სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საკუთარია, აი ისე მაგ გამომუშავებული, რომ უკვე რო ვიცი, რომ აი 10 საათზე უნდა ღია მქონდეს, 10 საათზე უკვე ღია მაქვს და ვცდილობ ვიმუშაო ყოველთვის 7 საათამდე, იმიტომ რომ საჯარო მოხელეები 6 საათზე ამთავრებენ სამსახურს და იმის მერე აქვთ დრო, რომ გამომიარონ და შესვენებაზე არ გავდივარ არსად, იმიტომ რომ იგივე საჯარო მოხელეებს შესვენების დროს აქვთ იმის საშუალება, რომ მოვიდნენ, მომაკითხონ და რაღაცა მომიტანონ, რომ გადასაკეთებელი იქნება თუ რაც არის, ამიტომ ვარ ჩემს სამსახურში სულ. თუ რაღაც ისეთ გამოუვალი მდგომარეობა არ არის. თუ არის, მაშინ მივაწერ ხოლმე სადავარ და რამდენ ხანში მოვალ და ისე მე ასე მუშაობ. ძალიან კაი. ვცდილობ რომ ხარისხიანად ვიმუშაო და მადლობა უფალს რომ რა ვიცი ჯერ პრეტენზიით და უკმაყოფილო არავინ არ მოსულა და ძალიან მეამაყება ეს ამბავი. წარმომიდგენია რომ ასე არის და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც რო გეყოლება, იმიტომ რომ როცა დისციპლინა გაქვს შენს სამსახურში, ეს თავისთავად სხვის კმაყოფილებასაც განაპირობებს. იცი რა მაინტერესებს ნი? აი შენი საქმიანობის მიღმა ახლა კიდევ რა არის, რის სიკეთებიც გიყვარს და გაინტერესებს? კითხვა მიყვარს, წიგნის. მაგარია. ვცდილობ რომ ვიკითხო. ვცდილობ ლექსები დავიზეპირო, იმიტომ რომ ეს აუცილებელი არის მეხსიერებისთვის, გონებრივი განვითარებისთვის. კი, ეხლა არის ინტერნეტი, არის ტელეფონი, არის ფეისბუკი, არის 1000 რაღაცა, მაგრამ წიგნს მაინც არაფერი არ შეცვლის და ამიტომ ჩემს საწოლთან სულ მიდევს წიგნი. სანამ დავიძინებ, 1-2 ფურცელი მაინც უნდა წავიკითხო აუცილებლად. ეს ჩემი წესია. მიხარია ძალიან, რომ ასეა და ამ ხრივაც შენ ცხოვრებაში რაღაც ხარისხიანი ხდება. კი, აუცილებელია თვითგანათლება, ყოველთვის აუცილებელია. სწავლა სიკვდილამდეო. ნამდვილად. და შენ ამის კარგი მაგალითი ხარ. ვცდილობ. იცი რა? პატარა გოგო აღარ ახარ. კი. ეგ ხა ფაქტია რა, ეხა 79 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი. ასე კი. შვილები, შვილიშვილები და 1 წლის შვილთა შვილი. აუ, შვილთა შვილიც უკვე რა მაგარია. ყოჩა. ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ, აი ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ. აი ხარ ასეც გიყურებ. თუნდაც გარეგნულად და თუნდაც ენერგეტიკულად ნამდვილად უფრო პატარად გამოიყურები. პლუს პოზიტივი. კი, აუცილებელია პოზიტიურად უნდა უყუროთ ამ ცხოვრებას, იმიტომ რომ ნეგატივი ისედაც ძალიან ბევრია. ამიტომ უნდა ადამიანი მოიმართოს ისე რომ პოზიტიურად ჭიქა არასოდეს არ არის ნახევრად ცარიელი. ზუსტად. ჭიქა ყოველთვის უნდა იყოს ნახევრად სავსე. ძალიან კაი. ეს ბრძნულად და ჭკვიანურად დავასრულებთ ჩვენს პოდკასტს. პრინციპში, ჩემს მეტი არც არაფერი აღარ არის. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ, მესტუმრეთ სამკერვალო სალონ გვირისტულაში. აუცილებლად კაბას შევიკერო გაზაფხულისთვის. შენს რჩევებს გავითვალისწინებ. კი ბატონო. მოკლედ, მიხარია რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი, მაქვს
იმედი, რომ ადამიანები შენი მოსმენის შემდეგ რაღაც კარგი იგრძნეს გულში. იმედი მაქვს. და იფიქრეს, რა კარგ ადამიანს გადავეყარეთო სკროლვის დროსო. რა ვიცი, ნახოთ. და მოკლედ აი ამ გაელვებებში, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია და ის ამბები, რომელიც ამ გზაზე გვხვდება, შენნაირი ადამიანები უმრავლოს ღმერთმა დიდი მადლობა ადამიანებს. და მეც იღბლიან ადამიანად მიმაჩნია თავი, რომ შეგხვდი, მე იმედები და თითქმის ყოველ დღე ხედავ და გესალმები ხოლმე, თუ ახლოს ვერ მოვდივარ. მაგრამ ბევრჯერ გქონდეს საშუალება ჭიქა ყავოსთან ჩვენს ნაფიქრალზე ვისაუბროთ. დიდი მადლობა. დიდი პატივისცემით. დაგემშვიდობებით და ამ რუბრიკაში კაცია ადამიანი ყოველთვის ღირსეულ გოგო ბიჭებს მოვიწევთ ხოლმე. ნახვამდის. აბა.